მე მქვია მარიამი, ვარ 15 წლის, სწავლობ ვალდორფის თავისუფალ სკოლაში და ჩემი ჰობი ესე ვთქვათ და დაკავებული ვარ ხატვით. უმრავლეს დროს ვატარებ ხატვაში და კიდე დავდივარ ცალკე გრაფიკულ ხატვაზე. მე მქვია ანა სონგულია, ვარ 14 წლის, სწავლობ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში ნიჭიერთა აწლეთში. ნიჭიერთა აწლეთში ვარ მე-7 კლასში, სკოლაში ვარ მე-8 კლასში. თითქოს ყველა ნახატი კონკრეტულ რაღაც გრძნობას ეკუთვნის, რომელიც მაგალითად ლურჯი ფერები და მუქი ფერები უფრო სევდასთან არის დაკავშირებული, ან რამე ბრასთან, ან რაღაც ჩაღრმავებულ გრძნობებთან, ყვითელი და ნათელი ფერები უფრო ბედნიერებასთან და რაღაც სუბ გრძნობებთან და ამიტომ ნახატის იდეა ესე კონკრეტულად არ ვფიქრობ ხოლმე და არ ვზივარ. რაც მომდის და ძალიან უცებ ჭდები, ხატავ და საბოლოოდ გამოდის ესეთი აბსტრაქტული ნახატები. პედაგოგის გარეშე ვცდილობ რომ გავაკეთო და ჯერჯერობით კარგად გამომდის. შემით რომ შევძლო განვითარება და ყველაფერს რო შევეხო, ესე ვთქვათ და ყველანაირი ჟანრი რო გამოვცადო. ჩემით მინდა რომ გავაკეთო. იმიტომ რომ ეს გზა ძალიან ლამაზია რეალურად, რომ ჯერ აბსტრაქცია, მერე რეალიზმი და მერე სხვადასხვა ჟანრები და ძალიან საოცარია, რომ იმ რაღაც სამყაროში და იმ რაღაც გზაზე გადიხარ. ებში დავდივარ და მასწავლიან ლეპტოპში ხატვას, გრაფიკულ დიზაინს, პიქსელებით ხატვას და სხვადასხვანაირ რაღაცებს, ვებსაიტების შექმნაც უნდა გვასწავლონ, ლოგოები როგორ უნდა გავაკეთოთ და ეს კიდევ უფრო განსხვავდება. ელენე ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მქონდა 2 გამოფენა და ერთი იქიდან აგვარჩიეს კონკრეტული ბავშვები, 7 ბავშვი ვიყავით სულ, მაგრამ 4-მა მოახერხეთ წასვლა და წავედით გერმანიაში და იქ მქონდა ერთი გამოფენა. ჩემთვის იყო სასიამოვნო გამოცდილება, იმიტომ რომ იქ იყვნენ ხალხი, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ვინებიც ათვალიერებდნენ ჩემ ნახატებს და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან მოსწონდა, თან თავის გრძნობებს მიზიარებდნენ, ემოციებს, რა არ მოსწონთ, იმასაც მეუბნებოდნენ. ჩემი და პატარა როცა იყო, უკრავდა ჩელოზე. და მეც მეთქი ჩელოზე დაუკრავთ ხო, მაგრამ ჩემი თავიდან მეუბნებოდა, რომ ვიოლინოზე დაუკარიო. თავიდან ვიოლინოზე დაუკრავ, იმიტომ არ მინდოდა, რომ უნდა ვიდგეთ ხო და დავიღლებით ხო. მაგრამ მე უცებ გადავიფიქრე და მომიდა ვიოლინო. ჩელოზეც უკრავდი და ფორტეპიანოსაც და სკოლაში ორივეს გვასწავლიან ფლეიტას, სალამორს. ხო, ჩელოზე დავდიოდი 6 წელი და მე გამოვედი. ჩემი დაიკო მაგალითად ძალიან კარგად უკრავს, მართლა საოცრად უკრავს ვიოლინოზე, მთლიანად გრძნობს იმას, რასაც უკრავს, იმიტომ რომ როცა მეცადინეობს, ბაგმომიჩიც კი ეთყობა ხოლმე, რომ ძალიან ემოციურია და მეც იმავე სიტყვით ჩემს დაზე. ძალიან კარგად ხატავს და ძალიან წარმატებული მომავალი აქვს. ერთ-ერთ გამოფენაზე, მარიამს როცა ქონდა გამოფენა, მაშინ ვუკრავდი მე. ვიტყვი რომ არ არის შთაგონების წყარო, იმიტომ რომ ანა თითქმის მთელი დღე მეცადინეობს. და ამიტომ მე როცა ვხატავ, მესმის ის მუსიკის ხმა. საკმაოდ სასიამოვნოა და რა თქმა უნდა მეხმარება ხატვაში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მუსიკის ხმა გესმით, თან ხატავთ თქვენს რაღაც გარემოში, ან თქვენს თავში ხართ ღრმად და ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია. და ამიტომ შეიძლება რომ ითქვას, რომ ერთ-ერთი ნაწილია ჩემი შთაგონების. და ვეთანხმები ჩემს დას, ისიც რო ხატავს, ულამაზესად ხატავს და ძალიან სასიამოვნო მომენტი არის ეს. ძალიან ბევრი კონცერტები მქონია, კონკურსები და
კონკურსის ლაურეატიც ამიღია და ბევრი გამარჯვება მქონია. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ახლა ცოტა ხნის წინ ბათუმში ვიყავით ჩემი მასწავლებლის ყველა მოსწავლე და იქ ჩავატარეთ ძალიან დიდი კონცერტი. ორკესტრთან ერთად დავუკარით ყველა ბავშვმა და ძალიან კარგად დავუკარით თითოეულმა ბავშვმა. არ მაქვს ნერვიულობის შეგრძნება კონცერტის წინ, არ ნერვიულობ. ჩემთვის მთავარია განვიცადო მუსიკა და მუსიკა შევიგრძნო, როცა ვუკრავ ორკესტრთან ერთად. სახში თითქმის როგორც ჩემმა დამახსენა, რომ თითქმის სულ მეცადინეობ. ჩემი პატარა დაიკო შემომივარდება ხოლმე და მააყირავებს თლიან ოთახს და მე გავა. პატარებს ჩვევიათ ესეთი რაღაცეები. ძალიან მხიარულია რა თქმა უნდა და შეიძლება მეც შეყვა ხოლმე ამ თამაში ჩემს პატარა დას. მასაც ძალიან მოსწონს ეს ხატვა, ცდილობს რომ მარიამს დაებს გასოს როგორც ხატვაში, მასაც უნდა რომ თან ხატოს, თან ფეხბურთში გაიწაფოს, მაგრამ უნდა აიჩიოს ერთი გზა და ამ მომენტში დგას ახლა ჩემი ძმა. ჩვენ აფხაზეთიდან ხო ვართ და ესე ვთქვა ძალიან არეული არა, მაგრამ ხმაურიანი ოჯახი ვართ საკმაოდ. თან ძალიან თბილი. და ბებია ჩემი მაგალითად რომ მოდის ხოლმე და რომ რჩება, გვიყვება ხოლმე იმის შესახებ, როგორ წამოვიდა აფხაზეთიდან. და უმრავლესად ბებია ჩემი მხიარული ქალბატონია და ძალიან ისე ბედნიერად ცდილობს და ხუმრობით რომ მოყვეს ეს ამბავი, მაგრამ მაინც ეტყობა რომ რაღაცნაირად ემოციურად არის შიგნიდან და გული წყდება იმაზე, იმიტომ რომ როცა ამბის მოყოლას ამთავრებს რომ ენგურის ხიდი როგორ განმოვახეს და რა დღეში იყვნენ, ამასაც ძალიან მხიარულად ყვება, მაგრამ ხო ეტყობა ადამიანს რომ რეალურად შიგნიდან ძალიან აწუხებს. და ამ ამბის მოყოლას რომ მორჩება ხოლმე, რა როგორ მოხდა, მე გვეუბნება რომ აი გქონდა სახლიო და მე გვიყვება თავის ცხოვრებაზე, რომ იქ რო სახლი გქონდა, იმედი მაქვს რომ ერთხელ ჩაახვალთ. რომ მქონდა შესაძლებლობა რომ ნახო აფხაზეთი, რა თქმა უნდა წავიდოდი და ვნახავდი ჩვენს ძველ სახლს. მქონდა ერთი ნახატუნე, სადაც იყო თითქოს ვცდილობდი რომ გამომეჩინა ეს, რომ როგორ უნდა სულს და ადამიანს თვითონ რომ წავიდეს აფხაზეთისკენ, ისე იქ დაბრუნდეს, დაიბრუნოს თავისი მიწა, ნახოს ის ყველაფერი, რაც ჰქონდა, ის ბედნიერება და როგორ არა აქვს და არ ეძლევა.